გავრცელებული დაავადებების მოგვარების გზები, ბოლოდროინდელი აქტუალური სამედიცინო თემები, დარგის პროფესიონალების და ექსპერტების პრაქტიკული რჩევები. ეთერშია გადაცემა თეთრი ხალათი. მოგესალმებით, დღეს პარასკევია, საღამოს 6 საათი და რადიო აფხაზეთის ხმის ეთერშია გადაცემა თეთრი ხალათი. მე კი მისი წამყვანი მარიამ ჯოჯოა ვარ. ჩვენი დღევანდელი სტუმარია ჯოენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის სისხლძარღვთა ქირურგი გიორგი ხელაძე. მოგესალმებით ბატონო გიორგი, დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. გამარჯობათ ქალბატონო მარიამ, დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს მსმენელს. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ კიდური შემანარჩუნებელი ოპერაციების შესახებ და მოდით ბატონო გიორგი დავიწყოთ საუბარი იმით თუ რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ პაციენტებმა სისხლძარღვთა ქირურგს. პაციენტებმა სისხლძარღვთა ქირურგს უნდა მიმართონ ბევრი სხვადასხვა ჩივილების გამო, პრობლემის გამო. ერთ-ერთი არის მათ შორის ჩივილი ქვემოკიდურების არეში. ეს არის სიარულის დროს, როდესაც პაციენტს არ შეუძლია გადაადგილება და წვივის კუნთები, ეგრეთ წოდებული კანჭის კუნთები მოძრაობის დროს მას აჩერებს, იწყება ტკივილი და ადამიანი იძულებულია რომ შეჩერდეს, შეისვენოს და შემდგომ გააგრძელოს მოძრაობა. ესე იგი, თუ კი ადამიანები აქვთ აღნიშნული სიმპტომატიკა, რომ 200 მეტრს და ნაკლებს გაივლიან და უნდა შეჩერდნენ, რადგან წვივის კუნთებში შედგება ჩივილები, ამ შემთხვევაში უნდა მიმართონ სისხლძარღვთა ქირურგს. ასევე, თუ კი მათ აქვთ შაქრიანი დიაბეტი, აქვთ ასე რომ ვთქვათ ქსოვილოვანი ფერის ცვლილებები, ან აქვთ დიაბეტური ტერფი, რომელიც არის გამონადენი თითებს შორის, ან ლურჯი თითის სინდრომი, ან თუ კი აქვთ მოკვეთილი გარკვეული თითის ნაწილი, ან უშუალოდ ტერფი და არ უხორცდებათ. ბევრ ადამიანს გონია რომ მიზეზი ამისი არის უბრალოდ დიაბეტი. და დიაბეტის გარდა იქ არის სიზაროვანი პრობლემა, უშუალოდ სიზარღვთა შევიწროება, რომელიც იწვევს აღნიშნულ სიმპტომათა და პრობლემათა კომპლექსს. ამიტომ ეს არის ძირითადი ჩივილები, რის გამოც აი კიდურის მიმართულებელი შემანარჩუნებელი ცენტრი ფუნქციონირებს ჩვენს კლინიკაში, ჯოენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში. და რა თქმა უნდა, სხვა ჩივილებიც არის, რატომაც უნდა მიმართონ პაციენტებმა სისხლძარღვთა ქირურგს, ეს არის თავბრუსხვევა, როცა საძილე არტერიებზეა დაზიანება, როდესაც ანევრიზმა არის, ვარიკოზული დაავადება, მაგრამ უშუალოდ დღეს ვისაუბროთ კიდურის შემანარჩუნებელ ოპერაციებზე და ჩარევებზე. დიახ, როგორც უკვე ახსენეთ, თქვენ ჯოენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ფუნქციონირებს კიდურის შემანარჩუნებელი ცენტრი. ამ შემთხვევაში რა მეთოდები გამოიყენება, ასე ვთქვათ, კიდურის შესანარჩუნებლად? მოკლედ ძალიან პროგრესირდა ჩვენთანაც საქართველოში და მთელ მსოფლიოშიც მიდგომები კიდურის შემონარჩუნებასთან დაკავშირებით და ეს უხშირესად არის ქვემოკიდურები. ძალიან რთულია და მაღალია პროცენტული ინვალიდობა ადამიანების, რომლებსაც სხვადასხვა დაავადებების გამო ეს იქნება ათეროსკლეროზი, ანუ იგივე როგორც ხალხში არის გავრცელებული სიძარღვების არტერიების შევიწროება. ეს არის დიაბეტისგან ასევე თანხლებად გამოწვეული პრობლემები, რომლებიც სამწუხაროდ არა თუ იშვიათ შემთხვევაში მივყავართ კიდურის დაკარგვამდე. ეს ზოგჯერ არის ბარძაყის დონეზე ამპუტაცია, ზოგჯერ წვივის დონეზე. ესენი რომ შემცირდეს, ამისათვის საჭირო გახდა ჩვენი სისხლძარღვთა ქირურგიული დეპარტამენტის ბაზაზე შექმნილიყო მიმართულება, რომელიც უშუალოდ კიდურის შემანარჩუნებელი ცენტრის თვისებებს ითავსებს. აქ არის ენდოკრინოლოგი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, სისხლძარღვთა ქირურგი ჩართული, ჩირქოვანი ქირურგი, რომლებიც ამ პაციენტებს, რომლებსაც ურთულესი დაზიანებები აქვთ სისხლძარღვოვანი კუთხით, სხვადასხვა მეთოდებით, ეს არის ტრადიციული მეთოდები, ღია ოპერაციები, შუნტირება, შემოვლითი გზა, რაღაც თრომბების ამოღება, თუ ეხლა ყველაზე თანამედროვე მეთოდი არის ენდოვასკულური მეთოდი, რომელიც ჩვენს კლინიკაში 3 წელზე მეტია ფუნქციონირებს. ეს არის ყოველგვარი, ანუ სისხლძარღვთა მიმართულებით, თორე ბავშვთა კარდიოლოგია ბავშვებში ეს ძალიან ბევრი წლებია, ალბათ ერთ-ერთი პირველი იყო ჯოენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, რომელმაც აღნიშნული ჩარევები დაიწყო და ქვემოკიდურების ენდოვასკულურ ჩარევებს რაც შეეხება, უსისხლო ოპერაციების სახელით შეიძლება საზოგადოებაში გავრცელებული, ეს არის ერთი ნაჩვენებით მხრის არტერიიდან დაახლოებით მხრის შუა მესამედიდან
შევდივართ და ქვემო კიდურის არტერიებამდე ჩამოვდივართ. ხდება სპეციალური აპარატის ანგიოგრაფის თანხლებით კონტრასტის შეყვანა და სადაც დახშულია ეს სიზარვი, სხვადასხვა სპეციალური მიმავთველი მავთულით, სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით ხდება მისი ბალონირება, სტენტირება და ეს უკვე ქირურგიაც აღარ არის, ეს უკვე არის ენდოვასკულური თერაპია. პაციენტი შესაძლებელია, რომ ძალიან უმოკლეს ვადაში დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს და ერთი ნაჩვენით მისი დახშული სიზარღვები გაიხსნას და ნაცვლად ამპუტაციისა ადამიანმა მიიღოს აბსოლუტურად გამოჯანმრთელებული ჯანსაღი ქვემო კიდური, რომლითაც შეძლებს კილომეტრები გაიაროს. შედარება რომ გავაკეთოთ, როგორც თქვენ უკვე ახსენეთ, უსისხლო ოპერაცია. უსისხლო ოპერაციას, ასე ვთქვათ, რა უპირატესობები აქვს ღია ოპერაციასთან შედარებით? უსისხლო ოპერაციას აქვს უპირატესობა, რომ მინიინვაზიურია, ანუ ნაკლებად ტრამულია. პაციენტი არ საჭიროებს ხშირ შემთხვევაში ნარკოზს, გვესაუბრება შეუძლია რაღაც გარკვეული ხუმრობები მან გითხრას, ან ჩვენც მას იგივეთი უპასუხოთ. და ამ პერიოდში, როდესაც ჩვენ საუბრობთ, თან მიმდინარეობს ეს ოპერაცია მისგან შეუმჩნევლად, ხშირ შემთხვევაში ადგილობრივი ანესთეზიით. შევდივართ ძალიან წვრილი პატარა ნაჩვენით, რომელსაც გაკერვაც არ ჭირდება და ძალიან მარტივია, მე ამქიდან პრაქტიკულად არ ჭირდება რეაბილიტაცია, საოპერაციო მაგიდიდან პაციენტი დგება და უკვე ნაცვლად 10 მეტრის, რომელსაც გადიოდა ოპერაციამდე, გადის 500 მეტრს და ესე შემდეგ. ამიტომ ეს ენდოვასკულური ქირურგია გამოირჩევა ნაკლებად ტრამულობით. მცირე რეაბილიტაციის დროით, პრაქტიკულად არ საჭიროებს რეაბილიტაციას და ასევე იმით, რომ არის აბსოლუტურად ემოციურად ნაკლებად სანერვიულო, იმიტომ რომ გიხსენებათ, რომ პაციენტს შეუძლია ყველანაირად დაიბანოს, ყველაფერი გააკეთოს და ჭრილობა მას არ აღენიშნება. და რამდენად ხშირად ტარდება ეს აღნიშნული ოპერაცია ჯოანის საუნივერსიტეტო კლინიკაში? ძალიან ხშირად ტარდება, ჩვენს კლინიკაში დაახლოებით თვეში კეთდება 70-80 ოპერაცია ერთი თვის განმავლობაში და ამ ოპერაციების 70% არის ზუსტად კიდურის შემანარჩუნებელი ოპერაციები და რაოდენობრივად საკმაოდ დიდ სამწუხაროა ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ეს არის არა ჯანსაღ ცხოვრების წესთან დამოკიდებული და მავნეჩვეებთან, სიგარეტ, თამბაქოსთან და ასე შემდეგ და ეს კარგი არ არის, რომ ბევრი კეთდება, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ადამიანები დაიწყებენ უფრო ჯანსაღი ცხოვრების, საირჩევენ ჯანსაღი ცხოვრების წესს და ნაკლები გვექნება ეს ოპერაციები. მოდით გადავიდეთ და ვისაუბროთ ანგიოგრაფიის როლზე. ამ შემთხვევაში რა როლი აქვს ანგიოგრაფიას ქვედა კიდურის, ასე ვთქვათ, მწვავე იშემიის დროს, მაგალითად იმისთვის, რომ სწორი მკურნალობა დაგეგმოთ შემდეგში? ანგიოგრაფია ეს ორი სახის ანგიოგრაფია გვაქვს, ჩვენ გვაქვს ერთი გვაქვს კონტრასტული დიგიტალური ანგიოგრაფია, რომელსაც როგორც კვლევა ჩვენი გუნდი იყენებს, მაგრამ სჭირდება სპეციალურად არტერიაში შესვლა, არტერიის ჩხვრეტა, ისეც ძალიან მინინვაზიურია, მაგრამ იმდენად განვითარდა რადიოლოგია შესაბამისად, უკვე ჩვენ გვაქვს კლინიკაში, ჩვენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ძალიან მაღალი შრეების მქონე 640 შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფია, რომელიც პრაქტიკულად გვიცვლის აღნიშნულს და კეთდება კატი ანგიოგრაფია ნაცვლად დიგიტალური, ანუ ეს ჩხვრეტა, ვენაში ჩხვრეტა ბევრად უფრო ნაკლები ინვაზიურია, ვიდრე არტერიაში ჩხვრეტა და შესაბამისად ჩვენ პაციენტისთვის მაქსიმალურად ნაკლებად ტრამულს ვირჩევთ და ამიტომ უფრო მეტად ვაკეთებთ კომპიუტერულ ანგიოგრაფიას. და ეს აღნიშნული მეთოდები რამდენად ეფექტურია ქვემო კიდურის, ასე ვთქვათ, ამპუტაციის თავიდან ასოციირებლად? კომპიუტერული ტომოგრაფია ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ ნახოთ, სად არის დაზიანებული სიზარღვე და ამის მიხედვით დავიგეგმოთ, თუ რა ოპერაცია უნდა მოერგოს აღნიშნული დაზიანების მქონე პაციენტს. ანუ ჩვენ შეგვიძლია თუ ახალგაზრდა პაციენტი ზოგჯერ მაინც ტრადიციულ ღია მეთოდს ვარჩევთ, ეს არის
რაღაც გარკვეული ტიპის შუნტირების ოპერაცია, რასაც ქვია, ეს თავისივე საკუთარი ავტოვენით, რომელსაც ძალიან კარგი შედეგები აქვს და აი ხანდაზმულ პაციენტებში ვირჩევთ უფრო ენდოვასკულურ ჩარევას, რომელიც მინინვაზიურია, ნაკლებად რა უნდა ახალგაზრდა უფრო გადააქვს ეს დიდი ჩარევა. ძალიან ეფექტურია ჩვენი გუნდის დაკვირვებით, ჩვენი სტატისტიკით. დაახლოებით 97% არის პაციენტებთან ეკონომიური ამპუტაციის სტატისტიკა და ამ 97%-ში მოხვედრილი ის ადამიანები, რომლებმაც აბსოლუტურად არავითარი დანაკარგი ქსოვილოვანი არ განიცადეს, ანუ ბოლომდე აღუდგათ სისხლის მიმოქცევა და ქვემო კიდურების შეუნარჩუნდათ. შესაბამისად, ეს ადამიანები არ არიან ინვალიდები, ჩვეულებრივ ცხოვრების რიტმს განაგრძობენ და როგორც ჩვეულებრივი ადამიანები ისე ცხოვრობენ, არ ჩანს არც შუნტი, არც სტენტი და კიდური კიდე შენარჩუნებული. ახალ ტექნოლოგიებზე რომ ვისაუბროთ, რა ახალი ტექნოლოგიები გამოიყენება ენდოვასკულური ოპერაციების დროს? ახალი ტექნოლოგიები ბევრია, ეს არის სპეციალური კათეტერებით, აი ადრე თუ საჭირო იყო რომ თრომბი გამოგვეყო ეს არტერია სპეციალური კათეტერებით გამოგვეყო, ეხა აი ამ ჩხლეტის საშუალებით შესაძლებელია რომ მოხდეს სპეციალური აპარატის საშუალებით მოხდეს თრომბის დაშლა, თრომბოასპირაცია. და ესეც ერთ-ერთი მინინვაზიური ჩარევაა, კიდევ უფრო ამარტივებს პაციენტის გამოჯანმრთელებას და ბევრი არის კიდე ამის გარდა არის სიზარხში და ეხოსკოპია, ამის გარდა არის წამლიანი ბალონები, რომლებიც კიდევ უფრო კარგ შედეგს გვაძლევს. არსებობს სპეციალური შოკოლადის ბალონები, რომელიც თავს გვარიდებს იმისგან რომ პაციენტს ბალონური გაფართოების შემდეგ დახშული სიზარღვის, რომ არ ქონდეს ისეთი დისექცია, რომელიც საშიშია და გამოიწვევს არტერიის დახშობას და ეს ძირითადი ამ თანამედროვე ასე ვთქვათ საშუალებების ჩვენს არსენალში არის და ვიყენებთ ყოველდღიურ პრაქტიკაში. პრევენციის გზებიც რომ გითხრათ, როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან ეს აღნიშნული ავადმყოფობა? აღნიშნული ავადმყოფობა თავიდან რომ ავიცილოთ, აუცილებლად თქვენი დახმარება დაგჭირდება, რომ ბევრმა ადამიანმა პროპაგანდა მოხდეს თამბაქოზე თავის არიდების, ბევრი ადამიანი იყოს ინფორმირებული, რომ როდესაც ისინი მოიხმარენ თამბაქოს, ეს არა მარტო ქვემო კიდურის დაკარგვის რისკის ჯგუფში ხვდებიან, არამედ ასევე ისინი ხვდებიან მიოკარდიუმის ინფარქტის რისკის ჯგუფის ქვეშ, იშემიური ინსულტის რისკის ჯგუფის ქვეშ და რომ ეს დაავადება გაახალგაზრდავებულია, ეს არის ალბათ იმის ბრალი, რომ საზოგადოება არ არის ინფორმირებული, რომ რამდენად მავნებელია მათთვის თამბაქო, ცხიმიანი საკვების მიღება, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, მავნე კიდევ უფრო ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული მედიკამენტები, ჭარბი მიღება და მოკლედ ესეთი მომენტები, რომლებიც საზოგადოების ინფორმირება, რა თქმა უნდა, გააკეთებს იმას, რომ ისინი ალბათ მავნეჩვევებისგან თავს შეიკავებენ და ჩვენ მივიღებთ უფრო მეტ ჯანსაღ მოსახლეობას. აი მაგალითად, შვედეთში, სკანდინავიის ქვეყნებში ძალიან იშვიათი არის ეს დაავადებები და არის ასე ვთქვათ ძალიან უკვე 75-80 წელს მიტანებულებს ემართება და ჩვენთან ახალგაზრდა ეს, იმიტომ რომ გაახალგაზრდები, რომ ახალგაზრდობიდანვე მოიხმარენ თამბაქოს და ეს არის ესეთი მომენტი. მოდით გადავიდეთ პოსტოპერაციულ მონიტორინგზე. როგორ ხდება პოსტოპერაციული მონიტორინგი და ამ შემთხვევაში რა არის ყველაზე მეტად გასათვალისწინებელი? პოსტოპერაციული მონიტორინგი, ადრეული მონიტორინგი ეს არის, რომ ჩვენ კლინიკაში ყოფნის დროს, რა თქმა უნდა, ვნახულობთ პულსაციას, რომელიც პაციენტს აქვს ტერფზე და ამით ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ბოლომდე თითებამში მიდის ის. ასევე ჩვენ გვაქვს სპეციალური ფანქრისებული დოპლერი, რომელიც ვისმენთ იმას, თუ რა მივიღეთ, რომ ნაკადი კარგია და დამაკმაყოფილებელია. ასევე გვაქვს ჩვენ ეხოსკოპია, სტაციონარული თუ პორტატული, რომლითაც ვამოწევთ თუ როგორ არის გამტარი ჩვენი ახლად ნაოპერაციე პაციენტი და
უკვე ოპერაციის შემდგომ ისეთი მდგომარეობა არ არის, რომ ეს ადამიანები არიან ქრონიკული, უხშირესად არიან ქრონიკულად დაავადებული პაციენტები და ისე რომ აი გაკეთდა ოპერაცია და დაივიწყე, რომ გადარჩა კიდური და დაივიწყე, უკვე ამ კიდურს აღარასოდეს საფრთხე არ დაემუქრება, სამწუხაროდ ამისი თქმა არ შეგვიძლია. ადამიანმა თვითონ უნდა მოუვადოს შემდგომში თავს, პერიოდულად იყოს სიზავთა ქირურგის მეთვალყურეობის ქვეშ, ჩაიტაროს პერიოდულად დუპლექს სკანირება ქვემო კიდურის არტერიების და მიმართოს ანგიოლოგს. თუ კი მას კიდური გადაურჩა 6 თვეში ერთხელ მაინც რომ გადაამოწმოს თავისი შედეგი, ეს რა თქმა უნდა ნაადრევად ნამკურნალები პაციენტი ან ნაადრევად ნაოპერაციები პაციენტი რა თქმა უნდა უფრო შედეგიანია ვიდრე დაგვიანებულ დროს, როდესაც უკვე განგრენა არის დაწყებული და გარკვეული თითები უკვე დაკარგულია და ესე შემდეგ. დროული არის ყველაფერი ყველაზე კარგი. დიდი მადლობა ბატონო გიორგი მობრძანებისთვის და ძალიან საინტერესო დიალოგისთვის. დიდი მადლობა თქვენ, დიდი მადლობა მოწვევისთვის, მადლობა თქვენს მსმენელს. ამით ჩვენი გადაცემა დასრულებულია. შეგახსენებთ რომ შევხვდებით შემდეგ პარასკევს საღამოს 6 საათზე. გავრცელებული დაავადებების მოგვარების გზები, ბოლოდროინდელი აქტუალური სამედიცინო თემები, დარგის პროფესიონალების და ექსპერტების პრაქტიკული რჩევები. ეთერშია გადაცემა თეთრი ხალათი.